სურს შემოგთავაზოთ კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ერთდროულად უკავშირდება developments, ტურიზმსაც. მოკლედ პროექტი, რომელიც საზოგადოების ეს გარკვეული ნაწილის მსჯელობის საგანი გახდა, ამაში მხოლოდ პოზიტივს ხედავ. იცით, ერთის მხრივ მისი მესვეურებისთვის ოცნების აღსრულებას გავს და მეორეს მხრივ ის ნამდვილი ზღაპრული მოგზაურობა გელით, ჯერ პროექტს გაეცნობით და სულ რამდენიმე წელიწადში აი ამ სივრცეში, აი ამ გარემოში დასვენებასაც შეძლებთ. ქართულ ისრაელურმა სამშენებლო ჰოლდინგმა, European Village-მა ახალი პროექტის Windham Grand Batumi Gonio Sky Castle-ის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ეს არის მშენებარე სასტუმრო კომპლექსი Windham Grand Batumi Gonio-ს მეხუთე სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ all inclusive resorts საქართველოში. ელიტური საერთაშორისო ბრენდის ქვეშ კონცეფციის მიხედვით სასტუმრო, როგორც ახლა ამბობენ ხოლმე, ინსტაგრამული იქნება, როგორც თავის ლოკაციით, ისე კონცეფციით. მისი პრეზენტაცია ფართო აუდიტორიისთვის გასულ კვირეულში გაიმართა და პრეზენტაციის ინვესტორების, European Village-ის პარტნიორების, ასევე დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დაესწნენ. ამის თაობაზე სიუჟეტიც მომზადებულია და სიუჟეტის დასრულების შემდეგ ეგრევე გელით ინტერვიუ და უფრო მეტი დეტალი პროექტის საინვესტიციო ღირებულებასა და პოტენციალთან დაკავშირებით European Village-ის გენერალურ დირექტორთან არჩილ ფარტენაძე იქნება ჩვენს გადაცემაში და მოვიკითხეთ BMG-სთან ყველა ის გზავნილი, რომელიც მან გააკეთა როგორც საკუთრივ BMG-სთან ურთიერთობაში, ასევე პრეზენტაციისას. გეგმის მიხედვით Grand Batumi Gonio Sky Castle-ის კონცეფციამ საერთაშორისო და მაღალ ხარჯველობით უნარიანი ვიზიტორებისთვის ცალსახად მიმზიდველი უნდა იყოს. ყველაფერი დანარჩენისთვის თიკო ნატმელაძის სიუჟეტი ვნახოთ. 27,115 მეტრ კვადრატ ფართობზე გაშენებული 100-ზე მეტი ინფრასტრუქტურული ობიექტი, მათ შორის 12 რესტორანი, კაფე და ბარი, 7 აუზი, 3 სპა-ზონა, 2 ფიტნეს ცენტრი, 7 საბავშვო მოედანი და კლუბი, რეპროდუქციული მედიცინის კლინიკა, საკუთარი სანაპირო. მოკლედ, ეს ყველაფერი მალე საქართველოში მთის მწვერვალზე გაშენდება და შავ ზღვას გადმოხედავს. კერძოდ, გონიოსა და კვარიათის ტერიტორიაზე. პროექტს სათავეში ქართულ-ისრაელური სამშენებლო ჰოლდინგი European Village ჩაუდგა, რომელმაც Windham Grand Batumi Gonio Sky Castle-ის დაწყების შესახებ საზოგადოებას 16 ივნისს განუცხადა. ბრენდის მეხუთე სასტუმრო, რომელიც all inclusive კონცეფციით წარდგება, უბრალოდ სასტუმრო კი არა, ისტორიული მონუმენტი იქნება და შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრის ამ დროინდელ განსახიერებას შექმნის. თავისი ისტორიული დატვირთვით, კონტექსტითა და იდეით. დღეს ჩვენ გვქონდა ღონისძიება ჩვენი ახალი პროექტის, რომელიც არის სოფლიო საერთაშორისო ბრენდის ქვეშ Windham Grand Batumi Gonio Sky Castle, ასე ქვია ჩვენ სასტუმრო კომპლექსს, რომელიც შედგება ორი კოშკის მაგვარი შენობა, 14 და 16 სართულიანი შენობა 403 აპარტამენტით, რომელიც მდებარეობს ბათუმის სანაპიროზე და სანაპიროზე მთის წვერზე, რომელიც ბათუმის სანაპიროს დაუკავშირდება სპეციალური ლიფტით. მშენებლობის ნეპართვის ეტაპზეა ეს მშენებლობა და დაახლოებით წლის ბოლოსთვის დაიწყება ამ ობიექტის მშენებლობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 155 მილიონი დოლარია. სასტუმრო ციხე-სიმაგრის სიმაღლე 14-დან 16 სართულამდე იქნება. ნომრების რაოდენობა 420-ს მიაღწევს. და ასე საქართველოს ზღვისპირეთში შეიქმნება სივრცე, რომელიც საერთაშორისო ბრენდისთვის დამახასიათებელ სოფლიო დონის მომსახურებას, კომფორტსა და რაც ყველაზე გამორჩეულია უნიკალურ ვიზუალსა და ინტერიერს გააერთიანებს. ეს არის საფუძველი იმისა, რომ მივიღოთ მაღალბიუჯეტიანი შემოსავლის მქონე ტურისტები. ეს არა მარტო ჩვენი კომპანიის წარმატება, ეს ქვეყნისთვის დიდი წარმატება, რადგან გლობალური ტურისტულ სფეროში საქართველოს ამ პროექტისგან გამომდინარე მოიზიდავს მაღალშემოსავლიან ტურისტებს. ღონისძიებას, რომელიც 16 ივნისს ფართო საზოგადოებისთვის გაიმართა, საერთაშორისო სტუმრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ისრაელის ელჩი საქართველოში. I'd like to switch to English because I have zero Georgian, unfortunately. Good afternoon, everyone. Pavel, where's Pavel? My friend Pavel. Distinguished guests, I'm very, very happy. დიპლომატიური სფეროს და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ინვესტორები და დაინტერესებული პირები. სწორედ აქ, ამ პრეზენტაციის ფარგლებში კომპანიამ დამსწრეებს ის გამორჩეული იდეა და მახასიათებლები გააცნო, რომელიც პროექტს ექნება.
შუა საუკუნეების ციხესიმაგრის კონცეფცია, საერთაშორისო დონის მომსახურება და კომფორტი, ესეთი იდეით და მიზნით იქმნება ვინდამ Grand Batumi გონიო და ახლა ჩვენთან ერთად დეტალების მოსაკითხად იმყოფება European Villages გენერალური დირექტორი არჩილ ფერტენაძე, რომელსაც კითხავთ უშუალოდ მის კონცეფციაზე და ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაწილის, რომ ეს საქართველოში იქნება პირველი ლაქშერი კომპლექსი, რომელიც all inclusive service გაერთიანებს და ძალიან საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვის დარწმუნებული ვარ მისი უნიკალურობა, რაში მდგომარეობს და რა შესთავაზებს ის მომხმარებელს. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ვინდამ Grand Batumi გონიო გახდება პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი საქართველოში all inclusive ფორმატით, რომელიც ასეთი საერთაშორისო ბრენდის ქვეშ ოპერირებს. ეს არ არის საცხოვრებელი კომპლექსი, ეს არ არის აპარტამენტები, არ არის რეზიდენცია, ეს არის ჩვეულებრივი სასტუმროს ნომრები, რომელიც ინვესტორს შეუძლია შეიძინოს. საქართველოში სულ ასეთი 4 ობიექტია, მათგან 2-ს ჩვენი კომპანია აშენებს. კომპლექსის შემადგენლობაში არის 6 სხვადასხვა უზარმაზარი ინფრასტრუქტურა მთელი წლის განმავლობაში მუშაობისთვის 100-მდე ინფრასტრუქტურის ობიექტით. ასევე მაღალი ოთახის საშუალო დღიური ღირებულება და მსოფლიოში საუკეთესო გლობალური მმართველი კომპანია. საქართველოში მსგავსი ჯერ არავის შეუქმნია. ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, რომელ ტურისტულ ოპერატორებთან ვთანამშრომლებთ, სტუმრების რა ნაკადს ჩამოიყვანენ ისინი საქართველოში და რა შემოსავალი ექნება თითოეულ ინვესტორს. ჩვენ უკვე ვახსენეთ არაერთხელ ამ საუბრისას, რომ ვინდამ გრენდის საერთაშორისო ბრენდის ქვეშ კეთდება ეს all inclusive სასტუმრო. კონკრეტულად ეს ბრენდი რატომ აარჩიეთ და რატომ შეჩერდა მასზე არჩევანი? ვინდამ Hotels and Resort არის მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმრო ქსელი სასტუმროების რაოდენობის მიხედვით. ვინდამ გრანდი კი მათი უმაღლესი ბრენდია. ამ ბრენდის ქვეშ მსოფლიოში სულ 95 სასტუმროა. ამ ავტორიტეტული ბრენდის ქვეშ სასტუმრო კომპლექსის აშენების უფლება მარტივი არ ყოფილა. აქ გათვალისწინებულია კომპანიის რეპუტაცია, კომპანიის შესაძლებლობები, ჩვენთვის რა თქმა უნდა დიდი პატივია მისი აქ წარმოდგენა და მაქსიმალურად ვინარჩუნებთ იმ ზღვარს, რომ ბრენდის სტანდარტებში და კლიენტებთან ურთიერთობის პოლიტიკაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყო ამ ბრენდის შემადგენელი ნაწილი ჩვენი კომპანია, რომელსაც აქვს მართვის საერთაშორისო სტანდარტები, ჯავშნის მოზიდვის მძლავრი სისტემა და მილიონობით სტუმრის დობა მთელ მსოფლიოში. ვინდამ გრანდი არის უმაღლესი კლასის ბრენდი, რომელიც განსაკუთრებულ მოთხოვნებს აყენებს მომსახურების ხარისხის, ინფრასტრუქტურის და ობიექტის მართვის დონის მიმართ. ვის ეკეთება ორიენტირი, ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია და ვინ იქნებიან თქვენი სტუმრები, ეს როგორი მოლოდინია წინასწარ? ჩვენ გვაქვს სასტუმროს დატვირთულობის და ტრაფიკის დეტალური გათვლა. პირველ რიგში ესენი არიან ისრაელის მოქალაქეები. მათთვის იქმნება უნიკალური ინფრასტრუქტურა, კოშერული რესტორანი, სინაგოგა და შაბათის გატარების პირობები. ეს არის დიდი და ძალიან გადამხდელ უნარიანი ნაკადი. მეორე მხრივ ესენი არიან საოჯახო დასვენებისთვის ჩამოსული ტურისტები მუსლიმანური ქვეყნებიდან. მათთვის შექმნილია უნიკალური პირობები მათი ტრადიციების გათვალისწინებლით. ასევე არიან DZ-ის ქვეყნებიდან, ევროპის ქვეყნებიდან, რომლებსაც სურთ all inclusive ფორმატის სასტუმროებში დასვენება. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენი სასტუმრო და ეს პროექტი არის ყველაზე ძვირადღირებული საქართველოში, სადაც კვადრატული მეტრის ფარსი 10,000 ევროსაც კი აღწევს. რატომ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რატომ არის ეს ესეთი ძვირადღირებული? ზოგადად სასტუმროს შენებლობის თვითღირებულება ძალიან მაღალია. თვითღირებულება იქმნება იქედან გამომდინარე თუ პროდუქციის შესაქმნელად რა ხარჯებია გაწეული. საქართველოში რომ მოვიკითხოთ მაგალითად ნებისმიერი ქსელური სასტუმროს ფასი და ის გავყოთ სასარგებლო ფართის რაოდენობაზე, ვფიქრობ 10,000 ევროს ეს ფასი გადააჭარბებს. ამიტომ აქედან გამომდინარე ინვესტორი როცა შეიძენს სასტუმროს ნომერს, რომელიც იქნება საერთაშორისო ბრენდის ქვეშ, ასე მეტ ინფრასტრუქტურულ ობიექტთან ექნება წვდომა ასეთი სასტუმრო ნომრის შეძენისთვის, ვფიქრობ რომ ფასი ნორმალურია.
აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ თქვენ ინვესტორებს მშენებლობის ეტაპზევე პირდებით და აძლევთ გარანტიას, რომ ისინი თავიანთ შედებულ ინვესტიციას უკან ამოიღებენ და ასევე მოგებაზეც წავლენ. რა რის ხარჯზე სთავაზობთ ამ ოფციას ინვესტორებს? ესეც მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა, მაგალითად ჩვენ შეგვეძლო, რომ მაღალი პროცენტი გაგვეყო საბანკო კრედიტი და ისე გაგვეკეთებინა მშენებლობა, მაგრამ ჩვენს კლიენტებთან შეთანხმებით უფრო დაბალ პროცენტში შევთავაზეთ გარანტირებული შემოსავალი, რომელიც ორივესთვის მისაღები ფორმა იყო. ეს მეთოდი მუშაობს უკვე 4 წელიწადზე მეტია, ჩვენ ვასრულებთ ჩვენ ვალდებულებას და ამ კუთხით არანაირი პრობლემები არ არსებობს. და რას უნდა ელოდონ ინვესტორები უშუალოდ სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, როგორია თქვენი წინასწარი შეფასება? სასტუმროს ექსპლუატაციაში გასვების შემდეგ თუ ფინანსური მოდელი მშენებლის მიერ სწორადაა გათვლილი, სასტუმროს მოგება წელიწადში დაახლოებით 15%-მდეა. ეს ჩვენი გარანტირებული შემოსავალი 10%-ია. ეს სხვაობა არის ჩვენი მოგება, მაგრამ 5 წლის შემდეგ ჩვენს ინვესტორებს ვაძლევთ თავისუფალი არჩევანის უფლება. შეუძლია დაატოვონ 10%-იანი გარანტირებული შემოსავალი, ან თვითონ შეწყვიტონ ჩვენთან ხელშეკრულება და თვითონ მოახდინონ რეალურ ფასად გაქირავება, მაგრამ კლიენტების უმრავლესობა თან რომ გარანტირებული შემოსავალი უკეთესია და გააგრძელონ ამ პროცენტზე ჩვეულებრივი შემოსავლის მიღება. მადლობა ბატონო არჩინ, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა.